თევზაობა თუ გიყვარს ავთო? აი ვერ ვიტყვი რომ მიყვარს ისე როგორც მოწამლული არ ხარ, ანუ მოწამლული არ უნდა ხო, აი მოწამლული ვირცი რო არსებობს ორი კატეგორია, ან გიყვარს ისე რომ ყოველთვის მიგიწევს გული თევზაობისკენ, ან არ გიყვარს და არიან ადამიანები, რომლებიც დილის 6 საათზე დგებიან, იმიტომ რომ ტბაზე წავიდნენ, მთელი დღე გადააგდონ და შეიძლება არც არაფერი დაიჭირონ, მაგრამ მაინც ბედნიერებით დაბრუნდნენ. მე გამორიცხულია დილის 6 საათზე ვერსად ვერ ავდივარ. საბარის ასე სხვათა შორის ხდების და ცოტა ხანში შემოგვიერთდება და კი ბატონო. თევზაობა მხოლოდ საქმიანობა არ გახლავთ. ეს არის ტრადიცია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. სანამ მეთევზე ტბაში ან მდინარეზე გავა, ის ერთ მნიშვნელოვან საქმეს ასრულებს. საკუთარი ხელით ქსოვს ბადეს, რომელიც მისი შრომისა და გამოცდილების შედეგია. დღეს ჩვენ გაგაცნობთ მეთევზეს, რომლისთვისაც ბადის ქსოვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად თევზაობა. მეთევზე მიხეილ ჭუმბაშვილის შესახებ უფრო მეც კატო ყიფიანი მოგვიყვანათ. ბადეს მე თვითონ ვამზადებ, ნავსაც მე თვითონ ვაკეთებ. განახებთ ახლა წყალზე არის ჩემი გაკეთებული ნავი. სამიდუმლო არაფერი არა ესეთ. მამა იყო ამ საქმით დაკავებული. ვეხმარებოდი ბავშვობიდან და ვისწავლე. ძირითადი შემოსავალი არის თევზაობა. უმეტეს შემთხვევაში. მე ვარ მიხეილ ჭუმბაშვილი, მეთევზე პირველ რიგში ძალიან გადაღლილი რო ვარ, ბუნებაში ვისვენებ ამით. შეიძლება თევზი არ იყოს, მაგრამ მაინც სასიამოვნოა იქ ყოფნა, ბუნებაში ყოფნა. ეხლა 60 წელს ხვდები და მაინც სიამოვნებს ვაკეთებ. არ მეზარება. პატარა ბავშვით ვარ, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია სათევზაო წასვლა. როი ჩემი მეგობარია, არ მშორდება. ქსოვ თუ რასაც ვაკეთებ, სულ ჩემ გვერდით და მართლა ესეა. მოდი როი, მოდი. მოდი აქ, მოდი. მოდი ჩემთან, მოდი. მოდი. მოდი ჩემთან, მოდი. მოდი აქ დაჯექი. თევზი უყვარს მოხარშული აღარ. თევზაობის სურვილიც აქვს, მაგრამ ბადის დაღრა არ იცის. ბავშვები უყვარს ძალიან, მართლა. ამის გარეშე ცუდ ხასიათზე ვარ. შუაგულში შენ მიდი დავაღრი ბადეს და ვიღებ ამ ადგილს ქვია ტორფის კარიერი სამთარი ეხლა და თევზი ნაკლებად იჭირება თევზი მოდის უფრო ზაფხულში ვიშლის ქარი ხელს ოუში დაველოდებით რამოდენიმე ხანი დაახლოებით შეიძლება 1 საათი ან 2 შეიძლება მთელი ღამე კიდევ დაველოდოს ნუ მე ამოგვაქვს შეიძლება ცარიელი მოვიდეთ შეიძლება ნუ მეახლოებით 30 კილო 40 კილო ასე რო ვიჭერთ კმაყოფილი ვართ ხა კარასის ადგილია ვიცი გააღებადარ სიცივიდან გამომდინარე თევზი არა ვერ დავიჭირე დღეს დავჭი თევზოთ ხარი გვიშლის ხელს კიდე შემდეგ შემთხვევაში დავიჭიროთ ზაფხულში მოვდანდით